მე მინდა გამოვთქვა ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ამ დღეებში ხედავთ ბუჩაში, ირპენში, უკრაინის სხვა ქალაქებში. ალბათ რთულია მოიძებნოს სიტყვა, რომელიც აღწერს იმ ემოციას, რომელიც ადამიანს ეუფლება, როდესაც ამ მძიმე სურათებს ხედავთ. სამწუხაროდ ამ ტრაგედიას ბოლო არ უჩანს, სამწუხაროდ როგორც ჩანს, ბოლო არ უჩანს იმ სისასტიკეს, რომელსაც ჩვენ ხედავთ უკრაინაში. საქართველოს ხელისუფლება იცით, რომ არის თანაავტორი მიმართვისა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და მოწოდებისა, რომ სასამართლომ გამოიძიოს ყველა ომის დანაშაული, გამოავლინოს ყველა დამნაშავე და დასაჯოს ყველა დამნაშავე. ის სურათი ჩვენ რაც ამ დღეებში ვნახეთ, მაგრამ ეს სურათები უკვე ბოლო ერთ თვეზე მეტია ჩვენ ამ სურათებს ხედავთ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება და კიდევ ერთხელ მეც პირადად პარლამენტის სახელით მიმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ჩავიდნენ ადგილზე, თავად გამოიკლიონ, გამოიძიონ, შეისწავლონ და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააყენონ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ასეთ სისასტიკის ავტორი არის. ჩვენ ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ამ პარლამენტში რამდენჯერმე მოგვიწია უკრაინაში დაღუპულების ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით ფეხზე ადგომა და ახლაც მინდა შემოგთავაზოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაღოთ გარდაცვლილების ხსოვნას. მადლობა.